გამარჯობა, მოგესალმებით ყველას, მე ვარ ბეიქა პატურაშვილი, ეს არის Redline-ი, დიდი მადლობა რომ მიყურებთ პირველ რიგში, ყველას მოგიკითხავთ. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა და დიდი პოლიტიკური გადაწყვეტილებები არის მიღებული, არაერთი. პირველ რიგში რაც უნდა ვახსენოთ, ეს არის ის, რომ უკრაინა მიიღებს ამერიკული საჰაერო თავდაცვის სისტემა პატრიოტის რაკეტების წარმოების ლიცენზიას, რაც გარდამტეხი უდიდესი ამბავია. უკრაინა ამას დიდი ხნის განმავლობაში თხოვდა ამერიკის შეერთებულ შტატებს და როგორც იქნა ტრამპი მივიდა ამ გადაწყვეტილებამდე, თავად ამერიკის პრეზიდენტმა გააკეთა განცხადება ზელენსკისთან შეხვედრის დროს, რომ მას გადასცემს ლიცენზიას. ეს ხდებოდა ანკარაში, ნატო სამიტის ფარგლებში, სადაც კიდევ სხვა განცხადებებიც იყო მნიშვნელოვანი და ამას შევეხები, აუცილებლად გაჩვენებთ, მაგრამ ნატო სამიტზე რადგან საუბრობ, თავშივე აუცილებლად უნდა ვახსენო კიდევ ერთი ძალიან დიდი და არანაკლებ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც ოფიციალურად უკვე შეგვიძლია რომ შემდგარ ფაქტად გამოვაცხადოთ, ეს არის ის, რომ ნატოს მიერ მიღებულია გადაწყვეტილება უკრაინისთვის 70 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების გამოყოფაზე მიმდინარე წლის განმავლობაში 2026 წელს და პლუს ამას 2027 წელსაც გათვალისწინებული არის ასევე 70 მილიარდი დოლარის ოდენობის ფინანსური მხარდაჭერა უკრაინის გასაძლიერებლად. დღევანდელ ეპიზოდში ასევე ვისაუბრებ იმ შედეგებზე, რომელიც მოაქვს უკრაინელების შორტ-დისტანციაზე დარტყმებს რუსეთის სიღრმეში. არ დარჩა არც ერთი მთელი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა რუსეთის ტერიტორიაზე. ეს გადაჭარბებული არ იქნება ნამდვილად 11-დან 11-ვე უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე რუსეთში განხორციელდა უკრაინული შორი დისტანციის სანქციები, ანუ დაიბომბა დრონებით. ამაზეც ოდნავ მოგვიანებით დაწვრილებით და ასევე საშუალო დისტანციაზე დარტყმებიც არ უნდა გამოგრჩეს, რაც მთლიანობაში ქმნის ძალიან მძიმე სურათს უკვე არამხოლოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკრაინის, პირველ რიგში ყირიმზე მაქვს საუბარი, ასევე ეს ყველაფერი ეტაპობრივად უკვე აისახება და ლოგიკურია რომ აისახება ფრონტის ხაზზე არსებულ სურათს. მოკლედ იმედი მაქვს რომ ბოლომდე უყურებთ ამ ვიდეოს და იმისთვის რომ განწყობა შევიქმნათ, პირველ რიგში აი ამ ძალიან ეფექტური კადრებით დავიწყოთ. ეს არის სულ ახალი 2 საათის წინ გავრცელებული ვიდეო მასალა და გრაფიკული გამოსახულება და ამბავი, რომელიც ასახავს შავ ზღვაში რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის მორიგ ტანკერზე განხორციელებულ დარტყმას. ძალიან ეფექტური კადრები არის. Sea Baby, ასე ქვია უკრაინული წარმოების წყალზე და მოქმედების დრონს, რომელსაც არაჩვეულებრივი ვიდეო გამოსახულება აქვს. თქვენი ყურადღება კიდევ ერთხელ მინდა რომ შევაჩერო აი ამ მომენტზე, როდესაც ашკარად ჩანს რომ რუსები ცდილობდნენ ამ დრონის განეიტრალებას, ხედავთ რომ აქ არის დარტყმის მცდელობები, თუმცა ვერ შეძლეს, მიზანს ვერ მიაღწიეს მათ, საბოლოოდ მხოლოდ კარგი ეფექტი შექმნეს, ვიზუალური ეფექტი შექმნეს. აი ამ კადრისთვის, რაც ძალიან შთამბეჭდავია ცალსახად, Sea Baby ასე მანევრირებით მიიკვლევს გზას რუსული ტანკერისკენ და საბოლოოდ აღწევს მიზანს. ბოლო კადრებით თუ ვიმსჯელებთ, რომელიც უკვე ძალიან ახლოს არის ფაქტობრივად ამ ტანკერის корпуსთან, გასაგებია რაც ხდება, აქ ხდება ძალიან მძლავრი აფეთქება და ეს ტანკერი, რომელიც თავის მხრივ სანქცირებული გემების სიაში იყო დიდი ხნის განმავლობაში, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების მიერ შეყვანილი, ასევე ევროკავშირის მიერ შეყვანილი და სხვა სუბიექტების მხრიდანაც, მათ შორის აქ ჩამონათვალში ვხედავთ გაერთიანებულ სამეფოს, კანადას, ავსტრალიას. დიდი ალბათობით ვეღარ შეძლებს ფუნქციონირების გაგრძელებას და რაც შეეხება ამ კონკრეტულ ოპერაციას, როგორც ვრცელდება ინფორმაცია, ეს ტანკერი მიემართებოდა ყირიმისკენ, იალტასთან ახლოს მოხდა მისი განადგურება ამ დრონით და მისი ამოცანა იყო რომ როგორღაც ამ ბლოკადის ფონზე ყირიმის ტერიტორიაზე შეეტანა საწვავი. ეს მცდელობაც რუსებს არ გამოუვიდათ, ცოტა ხანში დაუბრუნდები აუცილებლად ყირიმში არსებულ სიტუაციასაც და ჩრდილოვანი ფლოტის გემებზე დარტყმებსაც უკრაინელების მხრიდან. დაუბრუნდეთ ახლა მთავარ თემას, ანკარა, ნატო სამიტი და ტრამპისა და ზელენსკის პირისპირ შეხვედრა. მედიასთან კომუნიკაციის ნაწილში აქ იყო რამდენიმე ესეთი საკვანძო ეპიზოდი. განსაკუთრებით ეს ვიდეო გახდა დიდი გამოხმაურების საგანი და ასე ვთქვათ დღის ჰიტად იქცა ზელენსკის ძალიან სხარტი პასუხიდან გამომდინარე ტრამპის კითხვაზე.
ახსნი მოკლედ თემას, ვიდრე გაჩვენებთ ვიდეოს. საუბარი ეხებოდა უпростоრად რუსეთ-უკრაინას შორის მოლაპარაკებებს, ამ ეტაპზე დიპლომატიის შანსს და აქ ტრამპმა ახსენა პუტინის არგუმენტი, რომელსაც ის ხშირად მოიშველიებს ხოლმე, როდესაც ცდილობს გამოძრომას და ცდილობს იმის ცრუ დემონსტრირებას, თითქოს ის დიპლომატიის მომხრეა და არ გაურბის მოლაპარაკებებს. პუტინი ასეთ შემთხვევებში ყველა ჯერზე ამბობს ხოლმე, რომ ჩამოვიდეს ზელენსკი მოსკოვში და აქ ვილაპარაკოთ, რაც თავისთავად აბსურდი არის, წარმოუდგენელი ამბავია, რომ ახლა ზელენსკი ჩავიდეს, ეახლოს პუტინს მოსკოვში და იქ თავი დადოს გილიოტინაზე. ესეთი რამე ცხადია არ მოხდება, ეს გადასარევად იციან კრემლშიც და სწორედ ამიტომ რომ არ მოხდება, ასეთ იაფფასიან გამოსავალს გვთავაზობს ხოლმე პუტინი, პრინციპში აი ამ საკითხზე საპასუხოდ. ეს ახსენა დღეს ტრამპმა და ეს კითხვა შეუბრუნა სწორედ ზელენსკის ხომ არ სურს მას მოსკოვში წავიდეს, რაზეც ძალიან საინტერესო პასუხი მიიღო. Maybe you would. Would you go to Moscow? It's difficult. There are a lot of Ukrainian drones there. That's right. It's dangerous. It will be dangerous. Europe. No, it's hard. Would you? It's hard to. ძალიან დიდი კლასი აჩვენა პრინციპში ზელენსკიმ, რომელიც თანდათან უფრო და უფრო ეუფლება ტრამპთან კომუნიკაციის უნარჩვევებს მთელ აი ამ პროცესში, რაც დაიწყო დიდი სკანდალით და დღემდე ვხედავთ, ხო, ოვალური ოფისიდან, სადაც სკანდალით და ჩაშლილი შეხვედრით დასრულდა ის მცდელობა. მივედით აი აქამდე. ვინც ვერ გაიგეთ, ძალიან მაგარი პასუხი გასცა კითხვაზე, აპირებს თუ არა ჩასვლას მოსკოვში. ზელენსკი პასუხობს, რომ ეს ახლა ძალიან რთულია, იმიტომ რომ ახლა მოსკოვში უკრაინული დრონები დაფრინავენ და იქ ყოფნა სახიფათოა. დამეთანხმებით, რომ საკმაოდ ისეთი სხარტი პასუხი იყო, შესაბამისი რეაქციაც გამოიწვია ამავე დარბაზში და თავად ტრამპმაც ვერ შეიკავა ამ ყველაფერზე ღიმილი, რამდენად ჭკვიანური სვლა იყო ზელენსკის მხრიდან. მან ამ ერთ წინადადებაში ძალიან მოქნილად წარმოაჩინა საკუთარი უპირატესობა, უკრაინის უპირატესობა და ის რეალობა, რომელ რეალობაშიც ამოყო თავი პუტინმა და მთლიანად რუსეთმა, მათი ცა არის დაუცველი, მოსკოვი არის დაუცველი და ეს არაერთხელ დადასტურდა უკრაინული დრონების ვიზიტებით და გარდა ამისა ზელენსკიმ ამ მომენტში ხაზი გაუსვა იმას, რომ სწორედაც უკრაინა ფლობს ახლა უპირატესობას, ისინი ფლობენ ახლა ინიციატივას და არანაირად არ არის ახლა უკრაინის პრეზიდენტი იმ პოზიციაში, რომ იახლოს იქით პუტინს და რაღაცა დამატებით რისკებზე წავიდეს. გარდა ამისა, აი ამ საუბრის დროს ზელენსკიმ სხვა მომენტებშიც არაერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ უკრაინას ახლა აქვს უპირატესობა ტექნოლოგიური თვალსაზრისით, რომ ახლა მათ აქვთ ინიციატივა ბევრი გაგებით და ეს ყველაფერი დიდი წნეხის ქვეშ აქცევს რუსეთს. თავის მხრივ ტრამპიც დაეთანხმა ამას, რომ ახლა პუტინი წნეხის ქვეშ არის და ეს ესკალაცია, მათ შორის შორი მოქმედების დარტყმები რუსეთის ტერიტორიაზე, შესაძლოა ტრამპის სიტყვებით, რომ ვთქვათ, ხელშემწყობი აღმოჩნდეს სამშვიდობო პროცესის და დააჩქაროს ის, რომ მალე შედგეს შეთანხმება რუსეთსა და უკრაინას შორის. ხო, ძალიან საინტერესო მედია კომპონენტი იყო, მოკლედ ვიდრე გაიმართებოდა მხარეებს შორის დახურული შეხვედრა და სწორედ აქ ღია ნაწილში გაჟღერდა ის, რაზეც მე თავში ვისაუბრე, რომ უკრაინა მიიღებს პატრიოტის სისტემების რაკეტების წარმოების ლიცენზიას. ახლა შეგვიძლია რომ ეს ეპიზოდი მოვისმინოთ. And you don't need elite equipment necessarily for war, but so one of the things we're going to be talking about is we're going to give a license to you to make Patriots. That's pretty cool. This way you can't complain that we're not giving them enough. It's say make them yourself. ხო, ნუ მოისმინეთ, ხო, ვინც ვერ გაიგო, გადავთარგმნი, ტრამპმა სიტყვასიტყვით ასე უთხრა ზელენსკის, რომ თქვენ მოგცემთ პატრიოტის წარმოების ლიცენზიას და ბოლოს ესეთ ნახევრად ხუმრობით ისაც დაამატა, რომ ამის შემდეგ აღარ მეტყვისო ისო, რომ მე მას არაფერს არ ვაძლევო. ნუ ზელენსკის ეკონდა ცხადია საუბარი, დიდებული ამბავია, შემდეგ უკვე როგორც ტრამპმა თქვა, უკვე დახურულ შეხვედრაზე მხარეები განიხილავდნენ და ზელენსკიმაც თქვა ცხადია ეს, აი ამ
შეთანხმების დეტალებს. ალბათ ძალიან ბევრი საკითხი არის ამ მხრივ გასარკვევი დასალაგებელი, ამ მხრივ ალბათ უკვე არაერთი კომუნიკაცია იყო უკრაინელ და ამერიკის მხარეებს შორის შესაბამის დონეებზე და მთავარი საკითხი არის ახლა დრო. როდის მოხდება ეს ყველაფერი, როდის შეძლებს უკრაინა რომ აწარმოოს პატრიოტის სისტემის რაკეტები, დრო ახლა უკრაინის სასარგებლოდ ნამდვილად არ მუშაობს, იმიტომ რომ ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ ყოველდღიურად თუ არა ძალიან ხშირად ვხედავთ რუსეთის მხრიდან სარაკეტო იერიშებს, მათ შორის კიევზე, თუნდაც ამ თვის განმავლობაში, ივლისის დასაწყისიდან დღემდე ორი კომბინირებული ესეთი მასობრივი შეტევა ვნახეთ. ერთი იყო 2 ივლისს თუ არ მეშლება და შემდეგ უკვე 6 ივლისს 2 დღის წინ კიევზე ბალისტიკური რაკეტებით მიტანილი იერიშები, საცხოვრებელი კორპუსები დაბომბილი, მსხვერპლი და ეს არც პირველად ხდება და არც სამწუხაროდ ბოლო ჯერზე. ეს არის პრინციპში ერთ-ერთი მთავარი კოზირი ახლა პუტინის ხელში. მათ იციან, რომ უკრაინას აქვს პრობლემა ბალისტიკური რაკეტების მოგერიების ნაწილში, მათ იციან, რომ მათ არ ყოფნით პატრიოტის სისტემის რაკეტები, რომლებსაც აწვდიან მათ პარტნიორები, არის ამ მხრივ დეფიციტი და ამიტომ ყველაზე მტკივნეულ ადგილას ცდილობენ რომ დაარტყან. იმ ფონზე, რომ რუსეთი ვერ აღწევს წარმატებას და ვერ გვთავაზობს რაიმე დიდ გარღვევას ფრონტის ხაზზე, იმის გათვალისწინებით, რომ ფრონტის ხაზზე ახლა ისინი გაჭედილები არიან, ამით აკომპენსირებს სწორედ და ასე ზრდის უკრაინაზე წნეხს, რომ უბომბავს მშვიდობიან მოსახლეობას. და კვირის განმავლობაში უკვე ათეულობით მსხვერპლი არის და ამხელა ნგრევა, რასაც მაგალითად აი ამ კადრებში ჩვენ ვხედავთ, ხო? შესაბამისად უკრაინა ყოველ ჯერზე ითხოვდა იმას, რომ რაღაცნაირად გადაიჭრას ეს პრობლემა. უკრაინაში ძალიან ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ აუცილებელია მათ პარტნიორებთან ერთად, ევროპელებთან ერთად შექმნან დამოუკიდებელი საჰაერო თავდაცვის სისტემები, რაც იქნება ეფექტური ბალისტიკური საფრთხეების წინააღმდეგ და ხაზს უსვამენ მუდმივად, რომ ეს არ არის მხოლოდ უკრაინის ინტერესი, ეს მთლიანად ევროპის უსაფრთხოების ინტერესის საგანია. ამაზეც მიმდინარეობს მუშაობა მოგეხსენებათ და წლის ბოლომდე გარკვეული სიახლეები აქაც დაანონსებული არის და ცხადია ყველა ჯერზე მიმართავდა ამერიკის შეერთებულ შტატებს ზელენსკი ყველა შესაძლებლობის დროს მოუწოდებდა ტრამპს რომ მიეცათ უკრაინისთვის სწორედ პატრიოტის რაკეტების წარმოების ლიცენზია, რაც ამ ეტაპზე ყველაზე ეფექტური საშუალება არის ბალისტიკური რაკეტების წინააღმდეგ და როგორც იქნა ეს დღეც დადგა. ძალიან კარგია რომ პოლიტიკური განცხადება გაკეთდა, გადაწყვეტილება პოლიტიკურ დონეზე მიღებული არის, ახლა მთავარი არის რომ გადაიდგას პრაქტიკული ნაბიჯები და გადაიდგას სწრაფად. იმედია რომ ახლო მომავალში ამ მხრივ გვექნება სიახლეები და საინტერესო ცნობები. გადავინაცვლოთ ახლა ფინანსური მხარდაჭერის ნაწილზე და როგორც აი აქ ვკითხულობთ 70 მილიარდი ევროს, ბოდიში მე თავში ვახსენე 70 მილიარდი დოლარი, მაგრამ პრინციპში ძალიან დიდი შეცდომა დაუშვი ევრო და არა დოლარი, რაც კიდევ უფრო სასიხარულო ამბავი არის წლის განმავლობაში სამხედრო მხარდაჭერის, სამხედრო დახმარების სახით უკრაინისთვის ამ წელსაც და მომავალ წელსაც. ეს არის ოფიციალური გადაწყვეტილება, რომელიც არის ასახული ნატოს ანკარის სამიტის საბოლოო დეკლარაციაში. აი აქ სწორედ ამას ვკითხულობთ, რომ ეს არის უკვე ოფიციალური გადაწყვეტილება. ძალიან დიდი ამბავი, რომელსაც შეუძლია რომ ბევრი რამ შეცვალოს. ბევრი რამ შეცვალოს იმასთან ერთად, რასაც პრინციპში უკვე ცვლის უკრაინა რუსეთზე წნეხის თვალსაზრისით და ახლა უკვე თანდათან მივდივარ ეგრეთ წოდებულ შორი დისტანციის სანქციებზე. Deep strike-ები რუსეთის ტერიტორიაზე არაჩვეულებრივი ამბები დაგვეწია ამ მხრივ დღესაც. კონკრეტულად დღევანდელ მონაგარს ასახავს აი ეს რუკა და შესაბამისი ფოტოებით და შესაბამისი ინფორმაცია, რომელიც გულისხმობს, რომ დღეს 3 მსხვილ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს რუსეთის ტერიტორიაზე სხვადასხვა რეგიონებში და ძალიან დიდ დისტანციებზე. პირველი ეს არის ნიჟნეკამსკი, თათარსტანის რესპუბლიკა. მეორე არის უფა, ბაშკორკოსტანი, იგივე ბაშკირეთი, როგორც მას მოიხსენიებთ ხოლმე ქართველები და საროტოვი.
სამი მსხვილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მხოლოდ გასული 24 საათის განმავლობაში. გავხსნათ მოდით ახლა ეს გამოსახულება, რუკა და ფოტომასალა გვაქვს და ძალიან კარგად მონიშნული არის აქ ყველაფერი, ლოკაციები და დისტანციები ნაჩვენები ფოტომასალასთან ერთად. პირველი ყველაზე ახლოს რუსეთ-უკრაინის საზღვართან, თუ კი შეიძლება ამას ახლობ უწოდოთ, ეს არის სარატოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და შესაბამისი ფოტო როგორ იწოდა აქ ეს ობიექტი. მეორე შედარებით მეტით დაშორებული რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან არის ნიჟნეკამსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და ბოლოს არის ბაშნეფტი, ბაშკირეთი. ახლა გადავიდეთ უკვე ვიდეო მასალებზე, ეს არის ნიჟნეკამსკი და დღეს დილით გადაღებული კადრებია. ძალიან კარგად აღიქმება მასშტაბი და აკვირდით ამხელა ტრასა გადის, რამხელა მანძილით არის დაშორებული ამ ლოკაციიდან, საიდანაც აქ ვიღაც ტელეფონით იღებს და მასშტაბი რამხელა არის თავადაბ ნავთობგადამამუშავებელი ობიექტის. სხვა რამდენიმე ვიდეო მასალაც ვნახე, სადაც თითებზე ითვლიდნენ პირდაპირ გაგებით, რამდენი დრონი ეცემოდა აქ ამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას და შედეგი სახეზეა უდიდესი ხანძრები და დაკვამლიანება და უკვე დღესვე ცნობილი გახდა, რომ კონკრეტულად ამ ნავთობ ობიექტმა შეაჩერა ფუნქციონირება გაურკვეველი ვადით. ეს არის უფრო ახლო პერსპექტივიდან გადაღებული კადრები. ამ დარტყმებს შეესწრო ადგილობრივი მუშახელი, ასე ვთქვათ, არაერთი დასაქმებული ნავთობ ობიექტზე და მათ შორის ეს ძალიან შთამბეჭდავი კადრი სწორედ გადაიღეს ადგილობრივმა მუშებმა, რომლებიც მათ და სამწუხაროდ ჯერჯერობით უმუშევრად დარჩნენ. ხო, თუმცა ეს მხოლოდ აქ არ ხდება. ახლა უნდა შევეხო ამბავს, რომელიც ოდნავ დამიგვიანდა, შეიძლება ითქვას, იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო 3 დღეა არ განმიახლებია ვიდეო ჩემს YouTube არხზე. ძალიან დიდი ამბავი მოხდა ამასობაში. პრინციპში მოვლენაა ცალსახად. იმის გათვალისწინებით, რომ 2500 კილომეტრის დაშორებით რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან ომსკის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს უკრაინელებმა. ესე იგი, შედეგად გვაქვს ესეთი სურათი, რომ აღარც ერთი აღარ დარჩა 11 ყველაზე მსხვილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან, აი ამ გრაფიკაზე სწორედ ეს ჩამონათვალი არის მოცემული, რუსეთში არის ყველაზე მსხვილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები სულ 11 და ყველა მათგანს ამ ეტაპზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ შეეხო უკრაინული სანქციები. ბოლო აღმოჩნდა ომსკი, რომელიც ძალიან დიდი მანძილის დაშორებით არის უკრაინის საზღვრიდან და სწორედ ეს განაპირობებდა იმას, რომ არ იყო შეხებული პროცესი ჯერჯერობით ომსკს, მაგრამ მორჩა ეს გამონაკლისიც აღარ არსებობს და თან ხო გააჩნია როგორ დაარტყეს. ძალიან მძიმედ დაიბომბა ომსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და აი აქ ჩანს ამის ერთ-ერთი კადრი, არაერთი დრონის მიფრენა დაფიქსირდა. 10-ზე მეტი დრონი დაფიქსირდა ომსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე. აი აქ ხედავთ მათ შორის ამ კადრებს, სადაც ერთ-ერთი მიფრენა და შედეგები ჩანს. ეს ყველაფერი ხდებოდა 6 ივლისს, ზუსტად 2 დღის წინ და კიდევ ერთი ვიდეო მასალა ომსკის ტერიტორიიდან. აქ ჩანს მიფრენის კადრიც ერთ-ერთი დრონის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩანს დაზიანების მასშტაბი, ზარალის მასშტაბი, რის შედეგადაც არაერთი საკვანძო დანადგარი უკვე დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის დაზიანებული და რაც ნიშნავს უდიდეს, ნახეთ რამხელა აფეთქება პირდაპირი ვარდნა. ყოველგვარი წინაღობების გარეშე პრინციპში აქ აბსოლუტურად დაუცველი იყო ეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, არანაირი რაკეტების, საჰაერო თავდაცვის სისტემის რაკეტების გაშვება არ დაფიქსირებულა, მსგავსი ფაქტი არსად არ ჩანს, მხოლოდ კალაშნიკოვებით და ტყვიან ფრქვევებით შეიარაღებული რუსები ცდილობდნენ ამ დრონების ჩამოგდებას, თუმცა უშედეგოდ, სხვათა შორის აქ გამოჩნდა კადრებში, რომ ძალიან კარგად მანევრირებდნენ უკრაინელი დრონის ოპერატორები
ოპერატორები და ეს დრონების როლის პარალელურად იცვლიდნენ ფრენის მიმართულებას, რაც თავის მხრივ გასაოცარი ამბავი არის ამ ხელა დისტანციაზე 2500 კილომეტრის დაშორებით, როგორ ხდება აი ეს ტექნოლოგიები რამდენად განვითარდა უკრაინელების ხელში, რომ როგორ ახერხებენ ისინი, რომ 2500 კილომეტრის დაშორებით დრონები ხელით მართონ. ანუ აქ საუბარი არ არის იმაზე, რომ კოორდინატები არის ჩატვირთული და უბრალოდ მიფრინავს, მაგალითად როგორც რუსული შაჰიდის დრონები მიფრინავს, ხო? თუ გერანები თუ რაც ქვია. აქ სხვა ტიპის მართვა არის და საინტერესო დეტალი ასევე აქ არის ის, რომ Starlink-ის გამოყენება ვერ მოხდება ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ Starlink-ი რუსეთის ტერიტორიაზე დაბლოკილი აქვს, შესაბამისად რაღაც სხვა სისტემას იყენებენ უკრაინელები, როდესაც ამ ტიპის მანევრებს ასრულებენ. ეს კიდევ ცალკე საკითხია, რომელიც ძალიან დიდ ინტერესს იწვევს სამხედრო მიმომხილველების, რომელსაც მე ვადევნებ თვალყურს და სწორედ ისინი გამოეხმაურნენ, არაერთი მათგანი გამოეხმაურა აი ამ გარემოებას, რასაც მე ახლა ვხსნიდი. კარგით, გავაგრძელოთ. შემდეგ აქ გვაქვს ისევ დღევანდელი ამბავი, ნიჟნეკამსკი, დაუბრუნდეთ, აქ კიდევ ერთი მასალა მაქვს თქვენთვის შენახული. ეს კადრებიც არის ადგილობრივი მუშების გადაღებული, რომელიც ვახსენე და ძალიან ეფექტური მომენტი უშუალოდ დრონის დაშვების და აქაც პრინციპში ის ჩანს, რაზეც მანამდე ვსაუბრობდი, ხელით მართვა, ბოლო მომენტში მიმართულების ცვლილება და სწრაფი დაღმასვლა და დაცემა პირდაპირ სამიზნეზე. საოცარი სანახაობა და ბევრი თვითმხილველი წყავდა ამ ამბავს, პრინციპში საჰაერო შოუ, აი ესე დაასათაურა აი ამ ერთ-ერთმა გვერდმა ეს ვიდეო მასალა მათ შორის, რომ ადგილობრივი რუსები შეიკრიბნენ საჰაერო შოუს, უკრაინული საჰაერო შოუს სანახავათო, ძნელია თუ ამ ოვაციებს და რაღაც ემოციებს დავაკვირდებით, ძნელია არ დაეთანხმონ, მართლაც რაღაც ავია შოუს დაემსგავს ეს ამბავი. სხვათა შორის აღსანიშნავია, რომ აქ რაღაც სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე ამხედრებულ ხალხს ვხედავთ. ესაც სიმბოლური ამბავია, რომელიც პრინციპში გაჩერდება, სხვა არა შეიძლება ითქვას, გაჩერდება სწორედ საწვავის კრიზისის გამო და ეს კიდევ ცალკე ამბავია ნავთობის ობიექტებზე დარტყმა გარდა იმისა, რომ რუსეთის ომის ბიუჯეტზე ახდენს გავლენას, ვიდრე ეს ვიდეო გაჭედილია, მეც ვილაპარაკებ ამ პაუზას შევავსებ. იმედია, ოდესმე გაიშვებს და ინტერნეტი მოძლიერდება. რაღაცა ინტერნეტის პრობლემა მაქვს აშკარად. ხო, ცხადია, ნავთობ ობიექტებზე დარტყმები მთელ რიგ შედეგებს გამოიწვევს. მათ შორის სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით, მათ შორის ბიზნესის მიმართულებით, ეკონომიკა სერიოზულად დაარტყავს ის, რომ საწვავზე არის კრიზისი, ამაზე წინა ვიდეოებშიც მისაუბრია და ამაზე შეგვიძლია დღესაც ვისაუბროთ, მათ შორის ბოლო ნაწილში, როდესაც უკმაყოფილო რუსეთის მოქალაქეებს გაჩვენებთ ტრადიციულად, ვინც უკვე კარვებსაც დგამს, რომ საწვავი როგორმე შეხვდეს ბენზინის რიგებში, როდესაც არიან, არა მხოლოდ მოსკოვში, არამედ მთელი რუსეთის ტერიტორიაზე. ხო, ესაც ეგეთი საინტერესო კადრი იყო, მოკლედ გავაგრძელებ ახლა მიმოხილვას და ბენზინის კრიზისზე საუბრის დრო კიდევ გვექნება. ხო, ეს ძალიან საინტერესო კადრია, პრინციპში აი ამ ორი ამბის ძალიან კარგი დაკავშირება, ნიჟნეკამსკი არის ესაც და მთელი მოვლენების ჯაჭვით ჩანს პრინციპში ამ კადრში თუ კარგად დავაკვირდებით, შორს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც იწვის და ცაში კვამლი, აქ ვხედავთ ბენზინგასამართ სადგურს და აქ ვხედავთ რიქს ბენზინგასამართ სადგურთან. პირდაპირი მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ერთ კადრში, გაუშვათ ეს მასალა. მოკლედ ამ როგორც კი დაარტყეს ნავთობგადამამუშავებელ ობიექტს, მაშინვე გაძლიერდა რიგები. ბენზინზე მოთხოვნა გაიზარდა, იმიტომ რომ უკვე იციან რუსეთში რაც მოყვება ამ ამბებს, ისედაც უკვე ბოლო თვეების განმავლობაში მიეჩვენენ ამ ამბავს, რომ შეზღუდვებია მთელი რუსეთის ტერიტორიაზე საწვავზე. ხო, ეს სხვათა შორის უნდა აღინიშნოს, რომ ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც გვესმის საჰაერო განგაშის სიგნალი. ნაკლებად მახსენდება სხვა შემთხვევები, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყოველდღიურად ჩვენ ვადევნებთ თვალს რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინული დრონების დარტყმებს. იშვიათი შემთხვევა, როდესაც
როგორც იქნა რუსებს მშვიდობიან მოსახლეობაზე ზრუნვა და მათი გაფრთხილება გაახსენდათ. როგორც წესი არ თავენ ხოლმე, ალბათ გასაგებია ეს რატომაც ცდილობენ რომ მაქსიმალურად მოერიდონ ომის განცდის გაღვივებას ხალხში და რა და საჰაერო განგაშის სიგნალი ომის განცდას ყველაზე ეფექტურად იწვევს. დამერწმუნეთ, ამას საკუთარი გამოცდილებით ვამბობ. უკრაინაში მუშაობის დროს და იქ ყოფნის დროს ომის პირველ თვეს იქ მუშაობდი სწორედ მთელი ერთი თვის განმავლობაში ეს ძალიან მძაფრად მახსოვს და მგონებაში მაქვს ჩარჩენილი. ეს ხმა ძალიან დიდი განგაშის სიგნალია ემოციურად ადგილობრივი მოსახლეობისთვის და როგორც იქნა ომის დაწყებიდან 5 თვის თავზე რუსეთშიც ამას გრძნობენ და განიცდიან. თანდათან ადაპტირდებიან ამ ყველაფერთან, არა უშავს, რაც მალე დაასრულებს პუტინი ამ ომს, მით უფრო ნაკლები სტრესის ქვეშ მოუწევთ ცხოვრება და ნაკლები დისკომფორტის. თავისთავად ეს ყველაფერი ამაზეა სწორედ და მხოლოდ დამოკიდებული. გავაგრძელოთ ჩვენ მანამდე შემდეგი ლოკაცია, ეს არის სარატოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რუკაზე გაჩვენეთ ერთ-ერთი ფოტო, აქ სწორედ აი ამ ფოტო მასალას ხედავთ. აქ დამატებითი ინფორმაცია გვაქვს ამ კონკრეტული ობიექტის შესახებ, რომ მისი წარმოების მოცულობა ყოველწლიურად გახლავთ 7 მილიონი ტონა ნედლი ნავთობის გადამუშავება. რაც შეეხება უფას, ბაშკირეთის ტერიტორიას, აქ საუბარია იმაზე, რომ დღეს არა ერთ ობიექტს, არამედ მთელ კლასტერს დაარტყეს ამ ნავთობ წარმოების ხაზის, 3 სხვადასხვა ობიექტზე არის საუბარი, აი აქ ხედავთ მათ ჩამონათვალს და დასახელებებს და აქვე ნათქვამია ის, რომ საერთო წარმოების მოცულობა ყოველწლიურად შეადგენს 23.5 მილიონ ტონას. აი ამ კომპლექსის შემთხვევაში შესაბამისი ფოტომასალა, რომელიც ადასტურებს ბაშკირეთის ტერიტორიაზე ამ ნავთობ ობიექტებზე უკრაინული დრონებით განხორციელებულ დარტყმებს. წავიდეთ ახლა უკვე ბენზინის რიგებზე და რუსეთის სხვადასხვა ოლქებში უკმაყოფილო მოსახლეობის რეაქციებზე. ეს არის ნოვოროსისკის ტერიტორია და აქ ესეთი ამბავი ხდება, რომ ადგილობრივებმა საწვავმზით გადაუკვეთეს გზა, თუ ამ ინფორმაციას დავეყრდნობით და აღარ უშვებდნენ ფიზიკურად, ბლოკავდნენ მას ერთადერთი მიზნით, რომ მოითხოვდნენ, რომ მათ ჩაუსხან საწვავი და სადმე სხვაგან არ წავიდეს ის. აი ესეთი სიტუაცია გვაქვს ადგილობრივების კამათი сацомзидис мцголтан. В общем, ситуация такая. Были у нас здесь, взяли машину, перекрыли топливную, чтобы людям заправили бензин. И они начинают тут забастовку делать, чтобы могли заправиться физлица, обычные люди. На самом деле это несправедливо. Для спецтехники привезли топливо, а люди уже неделю не могут заправиться здесь на бензине. И ситуация такая, что некоторым нужно уехать из города, кто не местный. В общем, коллапс полный. მოკლედ გასაგებია ხო? კოლაფსი, რასაც თვალნათლივ ხედავენ რუსეთის მოქალაქეები. მე თუ გახსოვთ, ვინც ხშირად მიყურებთ გემახსოვრება, წინა ვიდეოებში ვყვებოდი რეაქციებზე და იმაზე, რომ ეს თანდათან შეიცვლება აუცილებლად. თუ რიგ შემთხვევებში რუსები თავს იმხნევებდნენ ამ საკუთარ მდგომარეობაზე ქილიკით და ხუმრობით, ამ შემთხვევაში სასაცილოდ ნამდვილად არ არის საქმე. ეს ამბავი, რომ ჩვეულებრივი მოქალაქეები უკვე ბენზინ მზიდებს, ამ საწვავმზიდებს უკეტავენ გზას და აღარ ატარებენ და ეუბნებიან, რომ მოდი ეხა და მე ჩამისხი ჯერ. ეს უკვე სიმპტომატური ამბავი არის და მიანიშნებს იმაზე, რომ ეს ტენდენცია შეიძლება გაგრძელდეს, რაც უფრო გაიზრდება კრიზისი და გახანგრძლივდება, უფრო მეტი ადამიანი იფიქრებს დატაცებაზე. მანამდე ხო თაღლითობდნენ ვიღაცებმა ბევრი დიდი ავზი გაავსეს და გადაინახეს იმისთვის, რომ რაც შემდეგ გადაყიდონ და უფრო ძვირად გაყიდონ, ხო? ამ შემთხვევაში თუ ასე გაგრძელდა და მე ვერ ვხედავ და ალბათ ბევრი დამეთანხმებით, ვინც ადეკვატურად აფასებთ
მოვლენებს, რომ არანაირი ნიშანწყალი არ ჩანს ამ კრიზისის გადაწყვეტის. ერთადერთი, რითაც შეუძლია რომ პუტინმა ეს კრიზისი მოაგვაროს და შეაჩეროს, არის ის, რომ სასწრაფოდ დაიწყოს მოლაპარაკებები. სხვა გზას მე ვერ ვხედავ, მიუხედავად იმისა, რომ რაღაცა ბენზინის შესყიდვაც კი დაიწყეს ინდოეთიდან და ყაზახეთთან ჰქონდათ მცდელობები, რაზეც უარი მიიღეს. ინდოეთიდან ბენზინის შესყიდვის პარალელურად ჩვენ ვხედავთ, რომ ამაზეც კი წუწუნებენ რუსეთის მოქალაქეები, ამბობენ, რომ ეს საწვავი, რომელიც შემოვიდა, უხარისხო არის და უკვე სხვა პრობლემებში გადაიზარდა. ძრავებს აფუჭებს ავტომობილების და ვერ დადიან რეალურად, ან კიდევ ასხამენ, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ საწვავის ხარისხი არ ვარგა, ვერ გადიან. ერთ ვიდეოს უყურებდი გუშინ, ერთი ადგილობრივი ქალი, რომელიღაც ქალაქის მცხოვრები, ამბობდა ესეთ რამეს, რომ მთელი ავზის შევავსე და 100 კილომეტრიც ვერ გავიარე, იმიტომ რომ ხარისხი არ ვარგა და შოკში იყო, რომ როგორ შეიძლება ასე მოხდეს. ანუ ეგაც არ არის გამოსავალი, ეგ თუნდაც რაღაც მოცულობები შემოიტანონ, შეისყიდონ, ეს არის დროებითი გადაწყვეტა და ეს არ არის ხანგრძლივი გადაწყვეტა. მეორეს მხრივ პუტინი ირწმუნებოდა, რომ რაღაც სტრატეგიული მარაგები გვაქვსო და ამას გამოვიყენებთო, მანდაც ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია. თუ ქონდათ აქამდე რატო არ გამოიყენეს ერთი, მეორე, რამდენი ხანი ეყოფათ ეს მარაგები და რამდენს ეყოფა ცალკე საკითხია, ამხელა გიგანტურ ქვეყანაში რომელი ერთი უნდა დააკმაყოფილონ თან ამ შუა ზაფხულში, როდესაც ამ საწვავის მოთხოვნაზე პიკია პრინციპში, ბევრი მიზეზით, ასევე სასოფლო-სამეურნეო სექტორი, გადაზიდვების მიმართულება და ბევრი რამ სამხედრო დანიშნულებაზე და სამხედრო პრიორიტეტებზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ხო, გასაგებია რომ ისინი ახლა პრიორიტეტებს ანიჭებენ იმას, რომ როგორმე ფრონტის ხაზზე მოამარაგონ საწვავით, მაგრამ აქაც კიდევ სხვა პრობლემებია, რაზეც ცოტა ხანში ვისაუბრებ. ერთ სიტყვით რუსეთში საწვავის კრიზისი მხოლოდ და მხოლოდ დამძიმდება. ეს ცალსახად ჩანს. ყველაზე საინტერესო ჩემთვის ახლა ის არის, რამდენად შეინარჩუნებენ კონტროლს მოსახლეობაზე, რამდენ ხანს გააყვებათ შიში ადგილობრივებს. როდის გადაწონის ეს დისკომფორტი შიშს და როდის დაუპირისპირდებიან ღიად პუტინის რეჟიმს მათივე დისკომფორტიდან გამომდინარე. აი ამას ველოდები მე ყველაზე მეტად ამ პროცესისგან, მე კი არა ამას ელოდება ზელენსკი და მთელი უკრაინა პრინციპში ამას ემსახურება სწორედ ეს deep strike-ები მათ შორის და არა მხოლოდ deep strike-ები საშუალო დისტანციებზე დარტყმებით ლოჯისტიკის მოშლის თვალსაზრისით. სამხედრო მიზნების გარდა მთავარი მიზანი ასევე არის პოლიტიკური უკმაყოფილების გამოწვევა. მოკლედ, უკრაინელ დრონის ოპერატორებს ბევრი საქმე აქვთ და წავიდეთ ახლა, ეს არის მადიარის ჩიტების, აი ამ დანაყოფის გამოქვეყნებული დღევანდელი ვიდეო კოლაჟი, სადაც საუბარი არის იმაზე, თუ რა მნიშვნელოვან ობიექტებს დაარტყეს ბოლო 24 საათის განმავლობაში. ეს არის მათ შორის დარტყმები ოკუპირებულ ყირიმის ტერიტორიაზე ენერგო ობიექტებზე. 5-ზე მეტ ენერგო ობიექტს დაარტყეს, ასევე დაარტყეს 3 სარადარო სისტემას და ასევე დაარტყეს სახმელეთო წვრთნების ცენტრს ყირიმის ტერიტორიაზე. აი აქ შესაბამის კადრებს ვნახავთ ახლა. 4 წუთიანი მასალა არის და ესე გადახვევით წავიდეთ აჯობებს. შავ-თეთრი გამოსახულებებია, თარიღები მოცემული 8 ივლისი ყველა შემთხვევაში. ეს სარადარო სისტემა, რომელიც ვახსენე. ლოჯისტიკა, ხედავთ აქ. სამხედრო ავტომობილების განადგურება, ასევე სარადარო სისტემა. ეს დიდი ალბათობით არის საწვრთნელი ბაზა, რომელიც ვახსენე და მოწინააღმდეგის განთავსების ადგილი. რაღაც ყაზარმებს გავს, ერთი შეხედვით, რომელიც დაიბომბა. და ასე შემდეგ. მოკლედ, მადიარის ჩიტებს ძალიან ბევრი საქმე აქვთ და ეს მხოლოდ ხმელეთზე განთავსებული ობიექტების დაბომბვას არ გულისხმობს. პრინციპში ეს ახალი ტენდენციაა, ადრეც ვხედავდით მსგავს შემთხვევებს, თუმცა არა ასეთი ინტენსივობით. უკრაინელებმა დაიწყეს რუსული ჩრდილოვანი ფლოტის დაწიოკება. არ იქნება არანაირად გადაჭარბებული ამ სიტყვის გამოყენება ამ შემთხვევაში, სხვა არაფერი ქვია აი ამ მონაცემებს. ნახეთ,
ბოლო 72 საათის განმავლობაში 21 ხომალდი, მათ შორის ტანკერები, მათ შორის მშრალი ტვირთის გადამზიდი ხომალდები და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ემსახურება ნაწილობრივ ყირიმის ბლოკირებას, როგორც თქვი, და ნაწილობრივ რუსული ჩრდილოვანი ფლოტის შესუსტებას, რომელიც ორიენტირებულია ექსპორტზე, რუსული სანქცირებული ნავთობის გატანაზე მსოფლიოში, იმისთვის რომ შემდეგ ეს გაათეთრდეს ეს პროცესი და ვითომ ეს არ არის რუსული ნავთობი. ამაზე, ამ სისტემაზე, ამ სქემაზე ხშირად მისაუბრია. ამ შემთხვევაში ჩვენ ნახავთ ერთ-ერთ ბოლო დარტყმას, ეს ყველაფერი ხდება აზოვის ზღვაში და განადგურებული არის ტანკერი, რომელიც მიემართებოდა ყირიმისკენ, დიდი ალბათობით, ბლოკირებული ნახევარკუნძულის საწვავით მოსამარაგებლად. ესეთი უსუსური მორიგი მცდელობა, ეს რუკა არის მონიშნული შესაბამისი ლოკაციით, აქ ქვევით გვაქვს თავად დრონის დარტყმის მომენტიდან ამოღებული სტოპ-კადრი, შესაბამისი გამოსახულებით და ლოკაციის დადასტურება, ქერჩი, რუსეთის ტერიტორია, აქეთ ოკუპირებული ყირიმი, სადღაც აი აქ შუაში მოხდა მასზე თავდასხმა, როდესაც მიემართებოდა ყირიმში. შემდეგ წავედით ახლა, როგორც ვახსენე, 21 ხომალდი იყო სამიზნეში ამოღებული ეფექტურად ბოლო 72 საათის განმავლობაში. მე მაქვს თქვენთვის 414 ბრიგადის მიერ გავრცელებული ორი ვიდეო კოლაჟი. ერთი არის 8 ივლისით დათარიღებული და მეორე არის 7 ივლისით დათარიღებული. ეს არის ბოლო მასალა, ასე ვთქვათ, 8 ივლისი, ვნახოთ შესაბამისი დარტყმები. ძალიან შთამბეჭდავი კადრებია და თავად მასშტაბის გააზრება არის, არ ვიცი, შოკის მომგვრელია პრინციპში, ღია ზღვაში ამდენი ხომალდის ერთდროულად დაბომბვა ასე უპრობლემოდ. ამიტომ თქვი, რომ სხვა არაფერი ქვია, გარდა იმისა, რომ აწიოკებენ რუსეთის ფლოტს. აზოვის ზღვაში იქნება, თუ შავ ზღვაში იქნება, მათ გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ, განძრევის საშუალებას არ აძლევენ. აქ სხვათა შორის აი უნდა დავაპაუზო, ნახეთ, ჩანს რომ აქ ეს ტანკერი დატვირთული იყო, იმიტომ რომ ნახეთ შავი ლაქა არის, აქ მუქი ლაქა კი შავ-თეთრი კადრია, მაგრამ აშკარად ჩანს რომ აქ უკვე ნავთობის ჩაღვრასთან გვაქვს საქმე. ხო, თუ სრულად არ განადგურდება ეს ტანკერები, ფაქტია რომ ისინი ფუნქციონირებას ვეღარ შეძლებენ და მნიშვნელოვანი დაზიანებები იქნება, თუ გავითვალისწინებთ აი ამ სურათებს, ნახეთ. თან განმეორებითი დარტყმები, აი ამ კონკრეტულ მომენტში განმეორებითი დარტყმა იყო, ერთი ცეცხლის კერა უკვე ჩანდა და მეორე დრონი დაეჯახა. ამ შემთხვევაშიც იგივე ამბავი გვაქვს. და რაც მნიშვნელოვანია, ვერაფერს ვერ უპირისპირებენ რუსები. აი ეს არის მთელი ამბავი აქ, რომ მათ უკვე სერიოზული კრიზისი აქვს საჰაერო თავდაცვის სისტემების და ეს ფაქტია, ეს ყველგან ჩანს. რუსეთის ტერიტორიაზეც ჩანს, ოკუპირებულ უკრაინულ ტერიტორიებზეც ჩანს, ყირიმში თუ სხვაგან. და ზღვაზეც ფაქტია, რომ ისინი ვერაფერს ვერ უპირისპირებენ უკრაინულ დრონებს და აბსოლუტურად დაუცველები არიან. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ახლო მომავალში რთული წარმოსადგენი არის, რა შეიძლება ეფექტური ნაბიჯი გადადგას პუტინმა ამ კრიზისის მოსაგვარებლად. ვერაფერი თუ არ გაუარესდება, ვერაფერი ვერ გაუმჯობესდება, თუ აი ამ ტენდენციას შევხედავთ, არაფერი ამას არ მოასწავებს. ერთადერთი გზა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ალბათ პუტინის გადარჩენისთვის ერთადერთი გზა, რომ ქვეყანა არ ჩამოემხოს თავზე, არის ის, რომ ეს ომი სასწრაფოდ უნდა გააჩეროს. სხვანაირად ისეთი ტემპი აქვთ აღებული უკრაინელებს, რომ გამორიცხულია ეს პროცესი რაღაცა ძალიან მძიმე შედეგებამდე არ მივიდეს პუტინის რეჟიმისთვის. ეს უკვე მეორე კოლაჟზე გადავედი, ეს არის 7 ივლისის მასალა. ამ დღეს, თუ სწორად მახსოვს, 11 ხომალდს დაარტყეს. მხოლოდ 24 საათის განმავლობაში. შეხედეთ. ორწუთიანი მასალაა და სხვადასხვა მოცულობის ტანკერები, სხვადასხვა დანიშნულების რა, ზოგი ნავთობის გადაზიდვისთვის, იყო დასახელებული ასევე მშრალი ტვირთის გადამტანი ხომალდები. ძალიან ბევრი სამიზნე არის ჩამონათვალში. და უკრაინელებს აქვთ ეს მანევრირების შესაძლებლობა. შეუძლიათ ერთ დღეს მაგალითად აქცენტი გააკეთონ მოსკოვზე, შესაბამისად რუსეთის თავდაცვას უწევს, რომ
კონცენტრაცია მოახდინოს ამ შემთხვევაში ერთ ქალაქზე და ვხედავთ არაერთ კადრს და წინა ვიდეოებშიც მიჩვენებია რომ მთელი საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაზიდვა ხდება, მოსკოვში განთავსება ხდება, პეტერბურგში განთავსება ხდება. ამავდროულად მათ შეუძლიათ რომ მეორე დღეს სადღაც ომსკში დაარტყან პირობითად, ხო? სადღაც არ ვიცი, აგერ ყირიმში დაარტყან, სადღაც კრასნოდარის ოლქში დაარტყან და ასე შემდეგ. უდიდესია რუსეთი და უამრავი არის მათი ობიექტების ჩამონათვალი, რომელიც ლეგიტიმური სამიზნეა უკრაინელებისთვის და სასარგებლო შედეგებს იძლევა მათთვის. აგერ ზღვა იქნება თუ ხმელეთი, არ აქვს მნიშვნელობა. მოკლედ, 40 დღიანი კამპანია აქვს გამოცხადებული ზელენსკის. ამ კამპანიის დაანონსებიდან ჯერ მხოლოდ ერთი კვირა არის დაახლოებით გასული. თუ სწორად მახსოვს ივლისის დასაწყისს დაემთხვა ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტის, რომ 40 დღის განმავლობაში ისინი მაქსიმალურად ეცდებიან გაზარდონ წნეხი პუტინზე იმისთვის, რომ მას მოუწიოს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა. და ამ წნეხის სხვადასხვა ფორმებს ვხედავთ, მათ შორის აი ამ კადრებში. ეს არის უკვე ლოჯისტიკაზე დარტყმები, ეს არის უკვე გადაზიდვების შეზღუდვა და ეგრეთ წოდებული ლოჯისტიკის ლოკდაუნი, რასაც მაისის პირველი რიცხვებიდან, უბრალოდ მაისის შუიდან, კი ბატონო, 15 მაისიდან ზუსტად მახსოვს, რომ გააქტიურდა ეს პროცესი და დღემდე გრძელდება. არ ვიცი, ყოველდღიურად ათეულობით ასეთ ობიექტს ანადგურებენ უკრაინელები, იქნება ეს საწვამზიდები გზებზე, სადგომებზე, იქნება ეს სამხედრო სატვირთო მანქანები თუ ვაგონები, ნებისმიერი რამ, რაც მოძრაობს და რითაც შესაძლებელი არის სამხედრო ტვირთის გადატანა თუ საწვავის გადატანა, არის ყოველდღიურად სამიზნეში ამოღებული. საშუალო დისტანციაზე დარტყმები გულისხმობს დაახლოებით 150-200 კილომეტრის სიღრმეში მიტანილი ერიშებს. თუ ადრე იყო და მიიჩნეოდა ესე რომ 50 კილომეტრის იქით უკვე უსაფრთხო ზურგი იყო ლოჯისტიკისთვის და გადაზიდვებისთვის, ახლა ეს რეალობა აბსოლუტურად შეცვლილია, ამაზე ხშირად ვსაუბრობთ. ახლა უკრაინელებს მათ ხელთ არსებული ტექნოლოგიების საშუალებას აძლევს, რომ 150 და 200 კილომეტრის დაშორებითაც რუსეთის ტერიტორიაზე მათ შორის მიიტანონ დარტყმები ლოჯისტიკაზე და ეს პროცესი არ ჩერდება. ქონდათ რუსებს მცდელობა, რომ თითქოს რაღაც მობილური ჯგუფები მიამაგრეს იქ გადაზიდვების დროს კოლონებს, მაგრამ არც ამან არ გაამართლა. ისეთი კადრებიც ვნახეთ, რომ თავად ეს ვითომ დაცვისთვის გამოყოფილი რაღაც მობილური ჯგუფები პირიქით თავად გახდნენ უკრაინელი დრონების თავდასხმის სამიზნე. რაზეც ვსაუბრობ, შესაბამისი კადრებიც თან ახლავს პრინციპში ამ ამბავს, უბრალოდ შეხედეთ, რამდენი სამიზნე ყოველდღიურად. ეს არის მხოლოდ რაღაც კოლაჟი, რომელიც ასახავს დიდი ალბათობით 2-3 დღის მონაგარს და ჯერ კიდევ არ დასრულებულა ეს ვიდეო, კიდევ 50 წამი გრძელდება, ამ შემთხვევაში ერთი კონკრეტული დანაყოფის აწყობილი ეს კოლაჟი. 414 ბრიგადა. თუმცა ამ ბრიგადის გარდა კიდევ სხვა დანაყოფებს აერთიანებს უკრაინის უპილოტო ძალების დანაყოფები, ასე ვთქვათ. ხო, გავაგრძელოთ ახლა, აი ეს არის სტატისტიკა, პრინციპში იმას აჯამებს, რაზეც ახლა გიყვებოდით და არის ასევე ძალიან საინტერესო რუკა. კლიმენტ მოლინი ეს არის ფრანგული პლატფორმა, ღია წყაროებს იკვლევს და საკმაოდ ისეთი ავტორიტეტულია, ყველა მის მიერ მოყვანილი მაჩვენებელი არის დადასტურებული ფოტო ან ვიდეო მასალით და გეოლოკაციაც არის დადგენილი, შესაბამისად უტყუარ ინფორმაციას ავრცელებს როგორც წესი და მისი გამოთვლებით ბოლო 34 დღის განმავლობაში, ანუ გამოდის რომ ივნისი აქვს შეჯამებული და ივლისის პირველი რიცხვები, 240 ავტომობილზე მეტი არის განადგურებული უკრაინული დრონების გამოყენებით. აი ესეთი შესაბამისი საინფორმაციო რუკაც არის დართული ამ პლატფორმაზე და ეს წითელი წერტილები ასახავს სწორედ ამ დარტყმებს, რომელიც შესაბამისად ლოკაციაზე არის მონიშნული.
როგორც ხედავთ, საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე ხდება ეს ყველაფერი, უშუალოდ უკრაინის ოკუპირებულ მიწებზე, როგორც სამხრეთით, ყირიმის მიმართულებით, ზაპოროჟიეს მიმართულებით, ასევე აღმოსავლეთით დონეცკის და ლუჰანსკის მიმართულებითაც. ამოცანა ერთ შემთხვევაში არის ყირიმის ბლოკირება და მეორე შემთხვევაში არის ფრონტის ხაზის მომარაგების შესუსტება, როგორც დონეცკის მიმართულებაზე, ასევე სამხრეთით, სადაც უკვე ჩანს გარკვეული შედეგები, უკრაინელები განსაკუთრებით სამხრეთით ძალიან ეფექტურად მუშაობენ და მომარაგების პრობლემების კვალ-და-კვალ ისინი ეფექტურ ტაქტიკურ კონტრშეტევებს ატარებენ და ამაზეც მექნება მოგვიანებით საუბარი. ან ამ ვიდეოში, ან მომდევნო ჯერზე მაინც სხვა ეპიზოდში, როდესაც ფრონტის ხაზზე არსებულ სურათს უფრო ფართოდ მიმოვიხილავ. მანამდე შევეხოთ კიდევ ერთ მიმართულებას, რაც პრინციპში საწვავის კრიზისს ეხება. ეს არის უკვე სასოფლო-სამეურნეო სექტორი. აქ არის რადიო თავისუფლების მასალა, ყირიმში არსებულ სურათს აღწერს. ადგილობრივი ფერმერების პოზიციები არის და მათი წუხილები ნაჩვენები. ძალიან მოკლე მასალაა, წუთი და 20 წამია, წუთი და 19 წამია სულ და ბევრ ამას კარგად ამბობს ეფექტურად. მოდი ვნახოთ ეს მასალაც. ბოლოს პუტინის გამოხმაურებებიც კი არის მოხვედრილი, ასე ვთქვათ. У нас закончился дизель, мы предприятие остановили. Проблемы есть. Самая первая, конечно, это отсутствие дизельного топлива, да и бензина, в общем, отсутствие ГСМ как такового. Вот наша вся техника, бочки. Топлива сегодняшнего дня поставок нет совсем. У меня нечем заправлять трактор на хозяйстве. У меня на месте находятся сотрудники, им сейчас непросто. По поводу старта работ и, в принципе, наверное, всей группы ячменей, здесь топливо полностью в достатке. Сейчас оно подъезжает необходимыми объемами и до конца уборки будет поступать так же. Конечно, эти удары создают по объектам нашей инфраструктуры, создают проблемы. Это очевидно. Мы сейчас наблюдаем определенный дефицит, но он не критический. ხო, ну მოკლედ პუტინი არ არის კვლავ ადეკვატური და რაღაც რეალობას არის მოწყვეტილი, თითქოს რაღაც არაფერი კრიტიკული არ ხდება, მსგავს განცხადებებს აკეთებდა დღესაც და რაღაც არაადეკვატურ დავალებებს გასცემდა, ამაზე ოდნავ მოგვიანებით მექნება საუბარი ვიდეოს ბოლოს. მანამდე ვნახოთ როგორ იძაბება თანდათან ბენზინის რიგებში სიტუაცია. მე წეღან შევეხე იმას, რომ ვიღაცებმა იქ აქცია გამართეს ფაქტობრივად და გზა გადაუკეტეს საწვამზიც. ეხლა ვნახოთ უკვე ხელშართული ბრძოლები როგორ მიმდინარეობს. ორი პატარა ვიდეო მექნება ამის ადემონსტრაციოდ. ეს მუსიკა გავთიშოთ, მოდი, ესე ვთქვათ. ესეთი ამბავი გვაქვს. მომზადებული ბიჭია ეთყობა ამას და ესე გაუმკლავდა. ხო, ესეთებიც ხდება უკვე. ხელით შეხება აღარავის აღარ უკვირს, ძალიან ხშირი ამბავია, მოგეხსენებათ რომ რიგ შემთხვევებში დაცვაც გააძლიერეს ამ ბენზინგასამართ სადგურებთან, იქ სადაც დიდი რიგები დგას, პოლიცია ჩააყენეს, სროლებიც კი დაფიქსირდა, ასეთი შემთხვევაც მოხდა, იყო ასევე იარაღით მუქარა და ასე შემდეგ, რა სიგიჟე ხდება. დღეისათვის კიდევ ერთ საინტერესო კადრი მაქვს, რომელიც კარგად აღწერს მოცემულობას. თავიდან იყო რომ მოუმზადებელი ხალხი მიდიოდა ამ რიგებში ჩასადგომად. შემდეგ თანდათან ჭკუა ისწავლეს, ვიღაცებმა ბალიშები ჩააწყვეს მანქანაში, იმ შემთხვევისთვის თუ ძილი მოუწევდათ საწვავის რიგში დგომისას. მერე ვიღაცებმა უკვე როგორც ჩანს, უფრო მეტად მოინდომეს და აი აქ გვაქვს მოცემულობა, სადაც კარვებია გაშლილი პირდაპირ ბენზინგასამართ სადგურთან. იმისთვის რომ ღამე სადმე დაიძინონ. Ждем бензин.
ხო, აი ესეთი დღე დაუდგათ ეგრეთ წოდებულ ბენზინ გასამართ ქვეყანაში, სწორედ ასე მოიხსენიებენ ხოლმე რუსეთს ზოგ შემთხვევაში. ხალხი ცხადია უკმაყოფილოა, ეს უკმაყოფილება იზრდება და გაიზრდება, ამას ხშირად გავიმეორებ და პროპაგანდა თავისას ცდილობს. ახლა ამ შემთხვევაში გვექნება ჩვენ ცნობილი სალავიოვის შოუდან მონაკვეთი, სადაც პროპაგანდისტი, ერთ-ერთი ასევე მთავარი პროპაგანდისტი სიმონიანი, თქვენთვის კარგად ცნობილი, ძველ რთულ დროს იხსენებს და ასე ცდილობს თუნდაც საკუთარი გამოცდილების გაზიარებით მოქალაქეების გამხნევებას და აქ უცნაური ამბავია, ნახეთ, თან გამხნევებაა და თან დატუქსვა. ანუ თან ხო, არა უშავს თითქოს რომ ჩვენ ამას გაუძლებთ ძლიერები ვართ, მაგრამ თან ეუბნებიან, ქვეტექსტი ეგ არის, რომ ნუ წუწუნებთ რა, უარესებიც ყოფილა და უარესიც შეიძლება მოხდეს, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ის ბოლო მომენტია. ჩემთვის ეს არის სიმპტომი პროპაგანდის ქცევაში, რომ ისინი უკვე სხვა ტალღაზე გადადიან, ისინი უკვე ცდილობენ შეაგუონ საზოგადოება, რომ პრობლემა არსებობს. აქამდე თუ უარყოფის რეჟიმში იყვნენ, არ იმჩნევდნენ, ვითომ არაფერი არ არსებობს, რომ ძლევამოსილები არიან. ახლა უკვე ისინი სხვა დავალებით მოქმედებენ. მათი ამოცანა ახლა არის, რომ ხალხი შეაგუონ არსებულ რეალობას და გამოწვევებს. მე პირადად ეჭვი მეპარება, რომ ფუფუნებას და კარგ ცხოვრებას ნაჩვევი, განსაკუთრებით მოსკოველები და პეტერბურგერები, მარგარიტა სიმონიანის აი ამ შეგონებებმა რაღაცნაირად დაამშვიდოს. მოდით მოვისმინოთ. Я еще помню мое поколение. Бензина нет. Я еще помню мое поколение. Как еда вообще-то была по карточкам. Вы не помните, что ли? В моем городе, в Краснодаре, в 92 году купоны были, мы их вырезали, ходили. А я лично ходила с ведрами в возрасте там 11-12 и до этого еще лет за водой. Не за кока-колой, не за чем-то, а за водой, потому что не было воды, и приезжала вот такая вот бочка какая-то куда-то за несколько кварталов, и надо было с бидонами, с ведрами пойти. Это в центре города Краснодар, это не где-то с Коромыслом, где-то там в деревне. Было же это, мы же все это помним, не придумываем. Ничего, выдержали, и сейчас выдержим. У меня нет никаких сомнений. Они будут делать все вот это для того, чтобы мы, как в 17 году, побежали свергли царя-батюшку, а потом навертели такого, что сами же они и ужаснулись, эти англичане, да? Я не думаю, что у нас сейчас такое время. Поэтому я призываю всех к поспокойнее. Да, тяжело, да, очень тяжело. ხო, უსუსური მცდელობა სხვა რა შეიძლება ახლა ამას უწოდოთ ხო რაღაც 90-იანების გახსენება, როგორ დაათრევდა თურმე ვედროთი წყალს. აბსურდი, არავის ეს არ დაამშვიდებს, ხადია, ყველა ადეკვატური ადამიანი დასვამს კითხვას, რომ რატომ ხდება ეს ამბავი და ამ კითხვას ყველაზე ხშირად სვამენ უკვე რუსეთში, რატომ ხდება, რატომ მოუწიათ. გასაგებია ამას კი არა, შეიძლება უბენზინობას კი არა, რა ვიცი, ფეხზე დაკიდებულმა და გაძლოს ადამიანმა თუ მაინც და მაინც, მაგრამ რატომ ხო ჩნდება კითხვა, სად შეეძლო რუსეთს რო ყოფილიყო, რომ არ დაეწყო უკრაინის წინააღმდეგი აგრესიული ომი, რაში ჭირდებოდათ ეგრეთ წოდებული სპეციალური სამხედრო ოპერაცია, რიგით მოქალაქეებს ეს არაფერს არ აძლევს გარდა იმ პრობლემებისა, რომელიც მათ უკვე იგრძნეს. მართალია საკმაოდ გვიან ხდება ეს ყველაფერი და ომის მეხუთე წელს, მაგრამ შედეგებს ნამდვილად იმკიან მინიმუმ საკუთარი პასიურობის და უპასუხისმგებლო დამოკიდებულების, ხო? რუსეთის მოქალაქეებს ხომ მაგის თქმა უყვართ ხოლმე, მათ შორის საქართველოში ჩამოსულ რუსებს, რომ ჩვენ აპოლიტიკურები ვართ, ჩვენ დისტანცირებულები ვართ ამ პროცესისგან, ეს ჩვენ არ გვეხება ის ომი სადღაც რომ არის, არა ეს ჩვენი არჩევანი არ არის, ეს მხოლოდ პოლიტიკა, ესე არ არის, ეს არის ყველაზე დიდი ტყუილი და თავის არიდებად საკუთარი პასუხისმგებლობის მიმართ, ეგ ის ხალხია, ვინც არაერთხელ წავიდა და პუტინს ხმამისცა არჩევნებში და აგერ კიდევ შემოდგომას არჩევნებია რუსეთში და წავა და ხმას მისცემს. ანუ ყველას პასუხისმგებლობა ცხადია არის იმ ყველაფერზე, რაც ხდება და ყველას ეკუთვნის შესაბამისად ის შედეგი, რომელსაც იღებენ. მინიმალურია ის ფასი, რასაც ახლა იხდიან ამ დისკომფორტის სახით.
საპასუხოდ ჩვენ ხედავთ, რომ რა ხდება უკრაინის ქალაქებში, ხო? მათ თავზე ბალისტიკური რაკეტები აცვივათ და იმას ფიქრობენ, უსაფრთხოდ ღამესად გაათენონ და ამათ ბალისტიკური რაკეტებით საცხოვრებელ კორპუსებს ყოველ შემთხვევაში არავინ არ უბომბავს, მხოლოდ ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნეებზე არის უკრაინის ოპერაციების შემთხვევაში საუბარი. გავაგრძელოთ, ხო, შეზღუდვები უწევთ, რაც არ უნდა პროპაგანდით შეფუთონ, რაც არ უნდა დამალონ ფაქტები, ეკონომიკური პროცესი თავის გზით მიდის, ამას არაფერი არ გამოასწორებს, ამას ჭირდება ნაბიჯების გადადგმა, რეაგირება და ეს ყველაფერი ცალსახად მტკივნეული არის პუტინის რეჟიმისთვის, თუ მანამდე მათ მოუწიათ გადაწყვეტილების მიღება, რომ ბენზინის ექსპორტი შეეჩერებინათ სრულად, ამ შემთხვევაში ამ ნიუსში ვკითხულობთ იმას, რომ მათ ასევე სრულად აკრძალეს დიზელის ტიპის საწვავის ექსპორტი რუსეთიდან. ესეც თქვენი ბენზინგასამართ სადგურად წოდებული ქვეყანა და ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ნავთობპროდუქტების ექსპორტიური ქვეყანა მთელ მსოფლიოში. აი ამ ეტაპამდე, აი ამ რეალობამდე მიიყვანა პუტინის ომმა რუსეთის ეკონომიკა და რუსეთის მოსახლეობა. ამასობაში დღეს ასევე ძალიან კარგი პოზიტიური სიახლე, რომელიც ეხება საბრძოლო მოქმედებებს და სუ 35-ის ტიპის მრავალფუნქციური ავიაგამანადგურებელი რუსების, რომელიც ჩამოაგდეს უკრაინაში. ეს იყო საჰაერო დუელი, ასე ვთქვათ, გავრცელდა ამის შესახებ ცნობები, რომ უკრაინელებმა საჰაერო ორთაბრძოლაში ჩამოაგდეს, ასე ვთქვათ, F-16-ზე იყო საუბარი და ასევე იყო ვერსია, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემების ჩართულობაც იყო აი ამ ოპერაციის დროს. როდესაც აღმოჩენილი იქნა სუ 35-ის ფაითერ ჯეტი უკრაინის საჰაერო სივრცეში, ეს ამბავი დადასტურდა თავად რუსული წყაროების მხრიდან, რუსი სამხედრო მიმომხილველები დიდ ტრაურში არიან, ახლა მოთქვამენ ამ ამბავზე, იმიტომ რომ ეს სერიოზული სამხედრო დანაკარგი არის, აი ამ პოსტშიც ანტონ გერაშენკო, ცნობილი უკრაინელი პოლიტიკოსი და აქტივისტი, წერს, რომ ეს არის დაახლოებით $100 მილიონი ხირებულების ახალი თაობის ავიაგამანადგურებელი რუსების. და ისიც ყველაფრის შემოქმედი და ცენტრი, ღერძი, ბუნკერის ლომი, როგორც მას ბოლო პერიოდში ხშირად უწოდებენ, ან თუ გნებავთ ქაღალდის ვეფხვი, რომელიც მას ტრამპმა შეარქვა, როგორც გენებოთ. ქართველებსაც არაერთი დაგვირქმევია და უკრაინელებს ხო განსაკუთრებით. პუტინი, რომელიც დღეს საჯაროდ გამოჩნდა ტელეეთერით და კიდევ ერთხელ უსუსური მცდელობა ჰქონდა დემონსტრირების თითქოს ყველაფერი რიგზეა და ყველაფერი კონტროლის ქვეშ არის. მას რაღაც ვიდეო კონფერენცია აქვს, აქ დიდი ალბათობით რაღაც ოლქების გუბერნატორები არიან, ახლავე გაჩვენეთ ამ მასალას გაჩვენებთ და ცდილობს, რომ პასუხისმგებლობა აი ამ ხელქვეითებზე გადაიტანოს. ახლა თქვენ მოისმენთ თავად, მაგრამ უბრალოდ წინა სიტყვაობას ვაკეთებ. რას აკეთებს პუტინი? ამბობს ასეთ რამეს, რომ თითქოს რესურსი არსებობს, მათ შორის საწვავის მარაგებიც არსებობს და საქმე მენეჯმენტის პრობლემებშია. ანუ ხალხი ვისი პასუხისმგებლობაც არის, რომ სწორად მართონ ეს პროცესი და რესურსები გადაანაწილონ, თავის ფუნქციას ვერ ასრულებს. აი ამას აკეთებს ახლა პუტინი, თავის დანაშაულს ცდილობს, რომ სხვას გადააბრალოს და პასუხისმგებლობა აირიდოს. მაგრამ ის არის საქმე იმაშია, რომ ესაც ვერაფერს ვერ უშველის და ყველამ ძალიან კარგად იცის და პირველ რიგში თავად პუტინმა ძალიან კარგად იცის, რომ პრობლემის მოგვარების გზა არ არის მენეჯმენტში, პრობლემის მოგვარების გზა და ამისი იარაღი მას უბრალოდ არ გააჩნია, რომ გააჩნდეს გამოიყენებდა. მას არ აქვს საჰაერო თავდაცვის სისტემები, ვერ უმკლავდება უკრაინულ იერიშებს და ერთადერთი გამოსავალი ეს არის მისთვის კატასტროფული. ის უნდა წავიდეს სამშვიდობო მოლაპარაკებებზე, მაგრამ ამას მაინც ჭიუტად ამ დრომდე არაპირებს. Принять эти решения как можно быстрее, посчитать вместе с коллегами из региона и принять решение. Очевидно совершенно, что противник стремится... კი, ესენი არიან ოლქებია, აგერა წერია, სევასტოპოლი. Самое главное
стремится создать нервозную обстановку в Бოდიში обществе თუ с коллегами. შეგიჩალეთ ხელი მოსმენაში დავიდან გავუშვა. Принять эти решения как можно быстрее, посчитать вместе с коллегами из региона и принять решение. Очевидно совершенно, что противник стремится нанести ущерб экономике, но самое-то главное, стремится создать нервозную обстановку в обществе. Мы с вами понимаем, что эта задача невыполнимая. Запас прочности энергосистемы России очень высокий, один из самых высоких в мире. Нужно просто организовать работу вместе с вертикально интегрированными компаниями, договариваться быстрее. Нужно принять эти решения как можно быстрее, посчитать вместе с коллегами из региона. არა, არ გამოიყურება, ნამდვილად არ გამოიყურება პუტინი მშვიდად, რაც არ უნდა ეცადოს. მე თუ მკითხავთ, ბოლო ჯერზეც ამის წინ საკმაოდ ცუდად გამოიყურებოდა, მაშინ სამხედრო ფორმაში გამოეწყო გასოთ ჩემ წინა ვიდეოში თუ უყურეთ, ვინც უყურეთ, გერასიმოვთან შეხვედრა ქონდა იმის სადემონსტრაციოდ, რომ თითქოს ფრონტზე ყველაფერი რიგზე აქვს. არც იქ არა აქვს რიგზე, არც ეკონომიკაში არა აქვს რიგზე და არც შანსი არა აქვს, რომ ახლო მომავალში დაასტაბილუროს ეს კრიზისი. უბრალოდ რო კონდეს ამის შესაძლებლობა, აქამდე გამოჩნდებოდა. ფაქტია, რომ უპრობლემოდ ბომბავს უკრაინა რუსეთის სიღრმეში თუ საშუალო დისტანციაზე მთელ ენერგოინფრასტრუქტურას პუტინის და ეტყობა ეს დიქტატორს გამომეტყველებაზე, რაც არ უნდა ისრები გადაიტანოს, ვერ წაუვა ვერსად აი ამ პასუხისმგებლობას და საკითხავი ახლა ყველაზე დიდი კითხვის ნიშანი ის არის, ჩემთვის პირადად როდის მოსთხოვს პასუხს თავად დიდი რუსული საზოგადოება მათივე ლიდერს პუტინს, რომლის რეიტინგები სხვათა შორის თანდათან უფრო დაღმასვლას განიცდის. მოკლედ, ძალიან საინტერესო მომენტში ვართ ამ ომის მიმდინარეობის და ჩვენ თვალწინ ყოველდღიურად ძალიან ბევრი რამე იცვლება. უდავოდ რაც ისტორიული პროცესის მოწმენი ვართ ყველანი ერთად და მე ყოველ შემთხვევაში ძალიან დიდი იმედით და ძალიან დიდი ინტერესით ვაკვირდები ამ პროცესებს. ვეცდები რომ ჩემს YouTube არხზეც არც ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა არ გამოვტოვო და ყოველ ჯერზე მოგაწოდოთ ხოლმე ესეთი საინტერესო ფაქტები და თან მიმოვიხილო ეს ყველაფერი. დიდი მადლობა თქვენ მხარდაჭერისთვის, დიდი მადლობა ყურადღებისთვის, განსაკუთრებული მადლობა მათ, ვინც ხშირად მიყურებთ და ჩემი არხის აუდიტორიის 50% არის რეგულარული მაყურებელი. ძალიან დიდი სიამაყით შემიძლია ამის თქმა. ვნახე არხის ანალიტიკაში მონაცემები და 50%-ზე მეტი თქვენი, ანუ ჩემი აუდიტორიის რეგულარულად უყურებს ჩემს ვიდეოებს, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელი არის. თუმცა არის ისეთი კატეგორიაც, რომელიც პერიოდულად უბრუნდება და არის ისეთი კატეგორიაც, რომელიც უყურებს, მაგრამ გამომწერი არ არის. ამიტომ ძალიან კარგი იქნება რომ აუდიტორია გავზარდოთ, ამიტომ თუ ასეთები ახლაც მიყურებთ, კარგი იქნება თუ გამოიწერთ არხს. დაალაიქეთ ხოლმე ვიდეო, არ დაიზაროთ, იმიტომ რომ ეგ ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია, ეგ კარნახობს ალგორითმს, რომ გაიზარდოს მაყურებლების რაოდენობა და უფრო მეტ ადამიანს ამოუგდოს ვიდეო, ამიტომ დააჭირეთ მაგ ლაიქს, არაფერი პრობლემა არ არის, ძალიან მარტივი და უფასო ერთი უბრალო ქმედება არის. არ დაიზაროთ. ძალიან დიდი მადლობა განსაკუთრებული მათ, ვინც ჩართული ხართ დონაციაში, თუნდაც 1 ლარი, ვისაც გადმოგირიცხავთ ოდესმე, ამ არხის მხარდასაჭერად, თქვენი თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანი არის. ამის ახსნას არ დავიწყებ ახლა, უბრალოდ ვიტყვი იმას, რომ 99% ჩემი ძალისხმევა კვლავ დგას ენთუზიაზმზე და კარგი იქნება თუ ბევრ თქვენგანს გაუჩნდება იმის განცდა, რომ თანამონაწილე გახდეს ამ პროცესის, მხარი დაუჭიროს ამ პროექტის არსებობას და ჩაერთვებით დონაციაში. თუ ასეთი მზაობა და შესაძლებლობა გაგაჩნიათ,
ყველა საჭირო მონაცემი არის არხის და ამ ვიდეოს აღწერაში, როგორც ანგარიშის ნომერი, ასევე PayPal-ის ლინკი და ასევე Patreon-ის ლინკი. Patreon-ი არის პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ რომ თქვენთვის სასურველი კატეგორია აირჩიოთ $5, $10 ან $15, შესაბამისი მარტივი პროცედურის გავლის შემდეგ, როდესაც გადახვართ ლინკზე, აირჩევთ და ამ შემთხვევაში თვეში ერთხელ ჩამოგიჭრებათ ხოლმე ანგარიშიდან 5, 15 ან $10 თქვენი სურვილის მიხედვით. დიდი მადლობა. დაელოდეთ შემდეგ ეპიზოდს. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მაგარი ზაფხული გვექნება. განსაკუთრებით მაინტერესებს რა მოხდება აი ამ პროცესების კვალ და კვალ ფრონტის ხაზზე, როგორ შეიცვლება სურათი, გარკვეული პოზიტიური ტენდენციები ამ მხრივ უკვე გვაქვს. აბა დროებით, დაელოდეთ შემდეგ ეპიზოდს.